მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგოთ ყველა პატიმარი განსასაზღვრო მყოფი ადამიანი და ის ადამიანები, ვინც აი ყველაზე ლამაზი ფენა საქართველოსი ვინ ხართ, იცი, ასაკოვანი ხალხი, ვინც ძალიან მენანება, რომ ასაკი რო გემატება და ძირითადად ზოგი რაღაცნაირად არ გამოდიხართ გარეთ, ზოგი რაღაცას დაკავებული ხართ რაღაცა და რო ვერ გხედავთ ხოლმე ისე ხშირად და გეხვეწებით ხშირად იარეთ გარეთ, რომ ძალიან მენატრებით რა და ის ადამიანები აი ულამაზეს, ყველაზე ლამაზი საქართველოს ასაც გააჩნია ის ხალხი ხართ, ვინც ხართ ასაკოვანი ხალხი და იმ მთელი ქედის მოხრით მიხაროდა ისე რომ გუშინ ამდენი ადამიანი იყო სვეტი ცხოველში და ამდენი აი ჩვენი მრევლი, ყველაზე ლამაზი მრევლი ყავს და დიდი მადლობა ამისათვის ჩვენ კათოლიკოს პატრიარქს და იმ სასულიერო პირებს, ვინც კი ამისთვის იღვაწა და ვინც იმ ღვაწლშია, რომ ადამიანები ეკლესიაში მოიყვანოს და აი ამ გრევას, აი რასაც ეშმაკი გვთავაზობს, ხო, ხელი არ შეუწყოს და მადლობა ყველა იმ სასულიერო პირს და დღეს ყავს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ავიცი, აი დიდიღომში რომ გაიკითხავთ მამა ლუკას სანამ დიდიღომში მივიდოდა ტაძარი არისო იქ და დიდი მადლობა მამა ამისათვის, რომ აი ესეთ ღვაწლში რო ხართ, რომ დღეს ამდენი სასულიერო პირი, ამდენი ადამიანი, რაცნაირად მიხარია ხოლმე კიდევაც მამაო და უღრმეს მადლობას მოგახსენეთ მამაო იმ ყველაფრისათვის, რასაც აკეთებთ ჩვენთვის, ჩვენი ეკლესიისათვის და როგორ უნდა მოვიქცეთ მამაო თითოეული ის ადამიანი, ვინც თქვენი ხელქვეითები ვართ, რომ თქვენ ხელი არ შეგიშალოთ და ხელი შეგიწყოთ რა. ის მრევლის წევრი ნებისმიერ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არის ხოლმე რაღაც კვირას, რაღაცა დღეს შეიძლება ძალიან ეკლესიური იყო, ძალიან მორწმუნე რაღაცა, მაგრამ რაღაცა დრო მოვიდეს, უცბად მთელი კვირა ან იმის იქით საერთოდ დაგავიწყდეს, რომ შენ კვირას ეზიარიან რაღაცა. როგორ უნდა გვახსოვდეს და როგორ უნდა გაგყვეს ეს ღვთის მადლი, მამაო, ბოლომდე. დიდი მადლობა თან მოგზანებისათვის. მადლობა მეც და გილოცავთ სვეტი ცხოვრებას, ყველას ულოცავ ამ წინვალე დღეს და ზუსტად ის არის სვეტი ცხოველი, ანუ ცოცხალი სვეტი, რომელიც გვიჩვენებს თუ საით უნდა წავიდეს. მე ასე ვფიქრობ, რომ აი როგორც ისრაელს უძღოდა ცეცხლოვანი სვეტი, როცა მონობიდან გამოდიოდნენ თავისუფლებაში, აი უდაბნოში ღამე ცეცხლოვანი სვეტის სახით უძღოდათ მადლი ღვთისა და დღე ღრუბელი ფარავდათ მათ. 2 მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული და ეს საოცარი ნიშანი იყო ღვთისგან. და აი როგორც ისრაელს უძღოდა ცეცხლოვანი სვეტი, ჩემი აზრით ჩვენ გვიძღვის სვეტი ცხოველი და ვინც საქართველოში ვცხოვრობთ კი არა, აი მსოფლიო სიწმინდეა ეს. მსოფლიოში ამაზე დიდი სიწმინდე არ არსებობს, ვიდრე უფლის კვართია და უფლის კვართი მოვიდა და დაემკვიდრა აქ. და ეს იმდენად დიდი ნიშანია ღვთისგან, რომ ამაზე დიდი სიწმინდე რო არ არსებობს მეტი დედამიწაზე, ეს იმდენად დიდი სიწმინდეა, რომ ეს არის ნიშანი ჩვენთვის და ჩვენ ყოველთვის უნდა გავასწოროთ ჩვენი თავი საღვთო მადლზე და ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ეს ყოველ საღამოს შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო და საერთოდ ვინ ხარ, როგორი ხარ, რანაირი ხარ. ჩვენ ზოგადად ახლა ისეთი სიტუაცია, მთელ მსოფლიოში ისეა, რომ თქვათ მაგალითად საღამოს ახალ ამბებს უყურებ და განიკითხავ სხვა იქ რა მოხდა, სხვაგან რა მოხდა, ის როგორ მოიქცა, იქ რა შეცდომა მოხდა, იქ რა წარმატება და ასე შემდგომ. ერთი სიტყვით სხვაზე ფიქრობ და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ აი თქვა დღეს რა აი თუ გინდა ერთი ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ გინდა ფსიქოლოგიური წონასწორობა გქონდეს, აუცილებლად შენი თავი შეადარე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. შეაჯიბრე. ხო, რომ ყოველდღე უკეთესი იყო, ვიდრე გუშინ იყავი. აი ხო დღეს როგორც იქნა, ასე ღვთის მადლით დაღამდა, მაგრამ მოდი და ხვალიდან ვიქნები იმაზე უკეთესი ვიდრე დღეს ვარ, რაც ვერ დღეს ვერ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ. ანუ ეს ინდივიდუალურად უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აუცილებლად, ესე იგი, მაგალითად წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი უხილავ ბრძოლაში ესეთ რამეს ამბობს, სანამ ადამიანი არ გადაწყვიტავს თავის თავში, რომ მარტო ღმერთი არსებობს და მე ის სიმშვიდეს ვერ ნახავსო, იმიტომ რომ თუ ყურადღება გადავიტანეთ ჩვენს გარეთ, აუცილებლად ქაოსში მოვხვდებით, აუცილებლად ქაოსში. და აი თუ ჩვენში გვექნება ყურადღება და ჩვენ ასე ვთქვათ, დავძლევთ ყველა ჩვენს შინაგან პრობლემებს,
ჩვენ საღვთო მადლი გველოდება, ჩვენ ღმერთთან ერთობა გველოდება და მე ღმერთის თვალით დანანახი მსოფლიო გველოდება. და თუ თქვათ სხვის თვალიდან ბეწვის ამოღებაზე იქნა საქმე, ჯერ ჩვენი თავიდან დილას ამოვიღებთ და აი საკუთარ თავს რო გამკურნავ, მე უფრო ადვილია თქვათ სწორი მოქმედება სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ხო ხედავთ რაც არის, რომ აი სამწუხაროდ 64-ში რა დაცემაც მოხდა, იგივე გრძელდება დღესაც და ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი ბოროტი ძალის და ღმერთმა გაგვაფრთხილა, რომ ეს არ გაგვაკეთოთ. ესე იგი, კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ მივიღოთ. ანუ არ დავიწყოთ რჩევა, ის კარგია, ის ცუდია, ეს ბოროტია, ეს კეთილია, ეს ისეთია, ის ასეთია, ეს დაუსრულებელია. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ფაქტიურად ცხოვრების წესად არის შემოსული კეთილისა და ბოროტის გარჩევა და საქმეების გარჩევა და ასე შემდგომ. ეს წესადაა შემოსული. არა და ღმერთი გვაფრთხილებს, რომ ეს ნაყოფი არ გასინჯოთ, თორემ მოკვდებით. მაგრამ მოკვდები რას ნიშნავს? ღმერთს მოწყდები შინაგანად და დამთავრდება შენში სიხარული. სიხარული დამთავრდება, ცეცხლი დამთავრდება, ანუ სიცოცხლე დამთავრდება და მოვა საშინელება. სიკვდილი, რომელიც ბევრნაირად გამოიხატება, შეიძლება ეს ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს, შეიძლება მოწყენილი იყო, უბრალოდ შეიძლება უიმედოთ იყო და არა და როგორ შეიძლება აი ჩვენ მაგალითად ჩვენი კულტურა, სიხარულის კულტურა, ღმერთის ერთგულების კულტურა, როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს, ჩვენ ვართ ქრისტესთვის ჯვარცმული ერი. ჩვენ საერთოდ სხვა აზროვნება უნდა გქონდეს, აი სულ სხვა აზროვნება, როგორც აი 100,000 მოწამეს ჰქონდა. როგორც ვთქვათ, აი დიდწმინდანებს ჰქონდა, რომელიც თვითონ თავის თავზე აგებდნენ პასუხს და უკვირდებოდნენ ყოველთვის თავის ნაბიჯს და თავის საკეთებელს. თუ ესე არ მოხდა, ჩვენ სიმშვიდე არასდროს არ გვექნება. დავკარგავთ მას და არა თუ პრობლემებს მოუხსნით, პირიქით გავამრავლებთ. დიახ, თუ შეიძლება, აი სიმშვიდე შენარჩუნება. რა ხშირად არის ხოლმე, რომ ის პატარა რაღაცა დეტალები გერევა. საერთოდ მე ხა აი მაგალითად ჩემ თავზეც გამომიცდია და ყოველთვის ვერ იქნები, ვერც მშვიდი, ვერც კეთილი. აი სტაბილურად რომ ვიღაცაზე თქვა, რომ აი თავმდაბალია, ყოველთვის ვერ იქნები, გამორიცხულია რა. არის რაღაცა დაცემები, მე ადგომები, ასე შემდეგ. აი სტაბილურად კეთილიც ვერ იქნა, აი ვერაფერი ვერ იქნები სტაბილურად. არის ხოლმე, აი ანუ მე პირად გამოცდილებას გეუბნები და სხვასთან ასაუბრებსაც, რომ აი სულ კეთილი ადამიანი შეიძლება ვერ იყოს, იმიტომ რომ ის ჩავარნება ბოროტერის თვისებისთვის, მაშინ გაგიმარჯვია საერთოდ ყველაფერზე, ხო? გებძვის და ზოგან ვერ იქნები კეთილი, ზოგან გამწირველი იქნები, ზოგან რაღაცა. ეს ყველაფერი, მაგრამ აი უფრო უმეტესად, ხო, რომ იყოს სიტყვაზე კეთილი, არასხვისი გამკითხველი, იყო უფრო საკუთარი თავის დამნახველი, ხო? აი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, მამო? აი უფრო 80% რო იყოს ჩვენში ძალიან მაგარი იქნება, რა 80% მაგარი შედეგია. აი შეიძლება ადამიანი ცხონდეს, ეხლა 80% რო ქონი 10 საქმიდან რო არო კეთილი ხარ, უკვე უფრო მაგარია, ხო? მაგრამ აი ჩვენში ესე არ არის ხოლმე. და აი როგორ უნდა მივხვდეთ, მამო, იმიტომ რომ შეიძლება გატყვევს მე ბოროტი, იმიტომ რომ იმის უკან ფიქრი მოდის, რომ არა ის იმსახურება, აი გავიმეტე ვიღაცა, ხო? იმას კი არ ვამბობ, რომ ხო გავიმეტე და ეს რა მე როგორ გავხდი სხვის გამო. არა, იმსახურებ და ესა და მიდიხარ მე მაინც შენ თავის გამართლებაზე, მამო. მე ხო მოგისმენთ ეგეთი ახსარებები, კი, მამო, გავაკეთე, მაგრამ ის ღირსი იყო და უკვე მიდიხარ იქ და არ შეიძლება აქ ტყუდები ადამიანი, შეიძლება ღირსი იყოს, მაგრამ შენ მაშინ ღმერთთან მეგობრობის იმაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, ხო? თუ შეიძლება ადამიანმა ყოველთვის სინდისით უნდა იმოქმედოს, სინდისით. და უნდა დააკვირდეს ამას, მოქმედებს თუ არა ის სინდისით. უმეტეს შემთხვევაში სინდისით არ მოქმედებთ. ხა მეც ჩვენ საზოგადოებაში დავიბადე და თანამედროვე ვარ და ზოგადად ადამიანი, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებებს ღებულობს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეგოისტური ინტერესებიდან, მარტო თავისთავი რო განსაზღვრული და მარტო თავისი აზროვნებით, მარტო თავისი ლოგიკით, მარტო თავისი გემოვნებით და ასე შემდგომ. მაგრამ აი ეს უნდა შეაჩეროს ადამიანმა სწორედ და ქრისტიანი არის ის, რომელიც მარტო კი აღარ ცხოვრობს, ქრისტესთან ერთად ცხოვრობს და უბრალოდ ქრისტესთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და მომენტალურად თვალი აგვეხილება. აი
ერთ-ერთ ფილოსოფოს აქვს ნათქვამი და ძალიან მიყვარს ეს მაგალითი. ფიცხი იყო ძალიან, ფიცხი და მისი мама უნდა გარდაცვლილიყო მაშინ, როდესაც ეს ფილოსოფოსი იყო სადღაც მე-10 კლასში. მალე უნდა დაამთავრებინა სკოლა და мама მუთხრა რომ მე ძალიან ღარიბი ვარო, ვერაფერს ვერ გიტოვებო და მე მინდაო რომ ერთი თვისება დაგიტოვო და ესეთი რამე უთხრა. ფიცხი ხარო შენო და როდესაც ვიღაცა რამეს გაწყენინებსო, ესეთი რამე უთხარიო, მე ჩემ მომაკვდავ მამასო პირობა მივეციო, რომ რამე რომ ეწყინებოდაო, ერთი დღეღამე პასუხს არ გაგცემ, არავის რო არ გასცე პასუხიო. ანუ 24 საათი რო არავის არ გასცე პასუხი, ემოცია რო არ გამოავლინო. და აი ერთი დღის მერე გაგცემო პასუხს და მართლაც ეს ჩვევა მომაკვდავი მამას შეპირდა და მთელი ცხოვრება შეინარჩუნა და ის ამბობს რომ მე აი ამ ჩვევამ გადამარჩინაო და ესე იგი ამის ანალოგიურად რო ვთქვათ, როდესაც რაღაცა მოგინდება, პირველი რაც უნდა გააკეთო, ეგრევე არ უნდა შეასრულო. ანუ გონება უნდა აკონტროლო. აი როგორც მაგალითად ახლა მანქანა რომ იგიყავს უცებ მოხვევა რომ მოგინდეს, არ შეიძლება ეს გააკეთო, შეიძლება ვიღაცა დააზიანო ამით და შენ თავის დაიზიანო. უბრალოდ ძალიან დიდი სიფრთხილე გვინდა. ჩვენ უნდა ვიყოთ ავტონომიური, ჩვენ უნდა ვიყოთ პიროვნება, ჩვენ უნდა ვღებულობდეთ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად. არ შეიძლება რომ ვიღაცის დაკრულზე ცეკვავდეთ, არ შეიძლება ვიღაცის მოწოდებით ცხოვრობდეთ, არ შეიძლება რომ ემოციურ გადაწყვეტილებებს ვღებულობდეთ და მე რა ვიცი, რასაც უყურებ 90-იანი წლებიდან წამოსული სულ ემოციაში ვარ ერი და არ შეიძლება ჩვენ ემოციური ვიყოთ. ემოციას თავისი ადგილი აქვს და შეუცვლელი ადგილი აქვს, მაგრამ აზროვნებაში ემოცია, გადაწყვეტილებებში ემოცია, ეს არაფრით არ შეიძლება. აბა რისი მაქნისია გონება, რისი მაქნისია სინდისი, ღმერთმა ეს ყველაფერი მოგცა. ამიტომ აი ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ ვისწავლოთ თავშეკავება. მე მაგალითად ძალიან ვცდილობ, რომ ემოციები უცებ არ გამოვავლინო, იმიტომ რომ მაინც ფეთქებადები ვართ ჩვენ და ბევრი გენეტიკურად ესეთი თვისებაც მაქვს გადმოსული მე, რომელიც ვთქვათ უღმრთობის პერიოდიდან მომდინარეობს და ჩემშიც არის დალექილი. მე ის უნდა მოვიშორო, მე ის ღმერთს რატო ვეზიარები? იმიტომ რომ ღმერთის ნაირი უნდა გავხდე მე და უნდა ვისწავლო ღმერთთან ერთად ცხოვრება და ფაქტიურად სინდისთან ერთად ცხოვრებას რო სწავლობ, ანუ სინდისით როდესაც ღებულობ გადაწყვეტილებებს, აი შენ ღმერთთან ერთად სწავლობ ცხოვრებას. სამწუხარო ეს არის, რომ უსინდისო ცხოვრებასა ვართ მიჩვეული და ეს არაფრად არ არის მიჩნეული. მე მახსოვს ორი პოლიტიკოსი მას კამათობდა ურთიერთდაპირისპირებული და ერთი ეუნება მეორეს, რომ არ გცხვენიაო, ჩაიხედეო შენს გულშიო, ხო იციო რომ ტყუი ხარო ეხლა და ჩავიხედეო, მერეო არაფერი ცუდი არ ხდებაო. ესე არც ჩაუხედია გული საერთოდ სად არის, შეიძლება გული დავკარგეთ. უგულო ადამიანი ძალიან დიდი პრობლემაა თავისთვის, თორე სხვა ხო დაიცავს თავს მისგან აუცილებლად. ამიტომ აი რაღაცა ჩვენ მამა ეფრემს ვატობედის წინამძღვარს ერთხელ კითხეს, მე იქ ვიყავი, სუფრა იყო დიდი მის საპატივცემულოდ და მოკლედ თამადამ ესეთნაირად იკითხა, რომ მამა ეფრემო გვეშველებაო რამეო, მაგრამ ამ თამადამ ისე რიტორიკულად იკითხა, ეს არის ერთი 10 წლის ამბავი. ისე იკითხა რა, რომ არაფერი არ გვეშველებაო, მაგრამ გვეშველებაო რამეო. რახან ქრისტიანია, თლათ იმედი არ ქონდა გადაწურული და მამა ეფრემმა არ უპასუხა არაფერი და მე რაღაცა გავიდა 1 საათი და მე ამბობს, რომ აი თქვენო იკითხეთო ესეთი რაღაცაო, გეშველებათ თუ არა რამეო ქართველებსო, თუ გვეშველება რამეო და მე ერთ რამეს გეტყვითო, რომ თქვენ წინაპრებს მიბაძეთო და აუცილებლად თქვენც წმინდანები გახდებითო. იმიტომ რომ ამ დიდმა ადამიანმა, მამა ეფრემმა იცის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წმინდანები გვყავს, ძალიან ბევრი ჩვენი ცხოვრების წესი იყო პატიოსნება. მე უყურე ერთი 104 წლის მეომარს, რომელთანაც ინტერვიუ იყო ინტერნეტით უყურე და ის ამბობს, ჩემს ბავშვობაშიო, ჩემთანო სოფელშიო მე ვერ ვიტყვიო, რომ ვინმე უსინდისო იყო, ან ცუდი კაცი იყო. არავინ არ იყო ასეთიო.
და ეხლა მაგალითად ვერაფერს ვერ ხვდებიო რა ხდებაო ვინ არისო ვერ ხვდებიო წარმოგიდგენიათ ერთი კარგი ისტორია კიდე რომელიც ძალიან მანუგეშებს მიტროპოლიტი ფილარეტი იყო მოსკოვის მიტროპოლიტი მისი ქადაგებები დოგმატურია და სახელმწიფოებები და მთელი მართლმადიდებლობისთვის და ერთხელ თურმე ქართველი თავადები ესწრებიან წირვას და მიტროპოლიტმა მიიპატიჟა სუფრასთან და სუფრაზე ესეთ რამეს ეუბნება რომ მოგეწონათო ჩემი ქადაგებაო და დიდებული იყო რა თქმა უნდა როგორც ყოველთვისო და თქვენთანო საქართველოსიო ასე ქადაგებენო და ეს როგორი კითხვა რა თქვენთან საქართველოში ასე ქადაგებენო და ამ ერთ-ერთმა თავადმა უპასუხა სამწუხაროდ მე არ ვიცი მის სახელობა შემორჩენილია ჩვენთანო ასე კი არ ქადაგებენო ასე ცხოვრობენო და აი ცხოვრება უნდა იყოს შენი ყოველთვის გამართული უყურებს ხვას ნუ გამოძრავებს სხვისი ემოციები შენ უნდა გახდე აი შენ უნდა იყო შენ როგორც სიტყვია და არავითარ შემთხვევაში კიდე სხვა ქრისტემ უფალმა მოსეს ხო ესე უპასუხა მაყლოვანის ბუჩქთან რომ ვინ ხარო უფალო შენო რო შენი სახელი უთხრაო ესე იგი ჩემს ერსო და მე ვარო რომელი ვარ ესე იგი ჩემს მე ვარ რომელიც ვარ და ჩემს არსებობას არ ჭირდება ვიღაცის დახმარება ვიღაცის შემწეობა და შენც ადამიანი ღმერთის სულის მატარებელი ხარ და შენც უნდა იყოს შენ არ უნდა გჭირდებოდეს შენ თქვათ აი ღმერთის გარდა ვიღაცის ვიღაცის აზრით არ უნდა იმართებოდე არც ცალფეხზე არ უნდა იდგე არც უნდა თვლიდე რომ ვიღაცის პროვინცია ხარ შენ რომ ვიღაცა ჩემზე კარგად აზროვნებს იქ ჩვენ საოცარი ვართ საოცარი ისტორიის მატარებელი ერი ვართ იმიტომ რომ ჯერ მარტო 3 ანბანი გვაქვს შექმნილი ჩვენს წიაღში 3 ანბანი და ანბანზე უფრო დიდი სასწაული გრამატიკაა რომელიც მე არ მეყვარდა ეს გრამატიკა და ვერ გებულობდი რა საჭირო იყო თავის დროზე და მე პედაგოგმა ისე ამიხსნა რომ ეს არის გრამატიკაში ჩანს ერის აზროვნება როგორ აზროვნებს ერი და სამწუხარო გასაკვირი ის არის რომ ერების უმრავლესობა გრამატიკას ვერ ქმნიან ანბანსაც ვერ ქმნიან მაგრამ გრამატიკასაც ვერ ქმნიან აი უმეტეს ერებს ბერძნული ისა აქვთ გრამატიკა და ჩვენი გრამატიკა გვაქვს ეს რაღაც საოცარი მიგნებაა საოცარი მოგონება ყველაზე დიდი კულტურული გამოვლინება ჩვენი ერის ჩვენი ანბანი თანაც 3 და ჩვენი გრამატიკა და ჩვენი სარწმუნოება როგორია რომელიც არასდროს არ ვეცრუეთ ჩვენ ღმერთს არასდროს უკან არ ვიხევდით და სხვანაირი მოაზროვნეები ვართ ამიტომ თავარია რომ შევწყვიტოთ აი უფალი როგორ ფორმულას იძლევა მოიძულეთ უკეთურება და შეიყვარეთ სიკეთე აი ეს თუ არ გააკეთე ვერასდროს ვერაფერს ვერ მიხვდები და ყველაფერი დაგაბნევს შენს ირგვლივ მაგრამ თუ შენ მოიძულებ უკეთურებას და შეიყვარებ სიკეთეს შინაგანად შენ შიგნით მიიღებ გადაწყვეტილებას შენ უკვე მიხვდები რომ ბოროტება ყავს უარსაყოფი დასამარცხებელი და ამას რო გადაწყვიტავ მიხვდები რომ თურმე შენ თავშია ეს ყველაფერი დასამარცხებელი შენ თუ დაამარცხებ შენ თავს საერთოდ სხვანაირი ადამიანი გახდები შენ ცხონდი და შენ ირგვლივ ათასები ცხონდებიან ამბობს წმინდა სერაფიმე საროელი ეს საოცარი ნათქვამია და ეს ჩვენ ცხოვრებაში უნდა შესრულდეს საქმე ისაა უფალი ამბობს ერთხელ რომ კარგიაო რომ ამბობთო უფალო მაგრამ ისე რატო არ იქცევით მე რომ გეუბნებითო და პრინციპში აი ჩვენ ვისმენთ ქადაგებებს ქრისტეს ქადაგებას მოციქულთა ქადაგებას წმინდანთა ქადაგებას მაგრამ ვისმენთ და როგორც აი არ ვიცი ის უნდა შევასრულოთ ის ცხოვრებაში უნდა შევასრულოთ ჩვენ და მეც ხო ადამიანი ვარ ჩვეულებრივად რომელიც მოვინათლე ისეთ დროს რომელიც მახსოვს 23 წელი და მთელი ცხოვრების გადალაგება და მჭირდა თვისებების გამოცვლა თურმე ის რომ სწორი მეგონა არ არის სწორი თურმე რომ არასწორი მეგონას და ეს ძალიან რთული იყო და 23 წლის მოვინათლე ხადაშორის რომ არ თქვა არ შემიძლია დღეს ვიყავი მამავახტანგ ასათიანის აი სულის დიდება იყოს და მართლა
მამაოს აი თქვენში ეგ დღეს ვეუნებოდი დინარეში მონათლა ხო და ეს ხო და აი მამაო რაღაცა გძნობ თქვენ რომ მოდიხართ ხოლმე მის რაღაცა ნაბიჯებს გძნობ ხოლმე და მამას მოახტანგი იყო ჩემთვის რა ვიცი ნომერ პირველი ერთ-ერთი სასულიერო პირი მისი დიდება იყოს ყოველთვის ძალიან მიყვარს ეგ ჩემთან უკანაც არის მისი ფოტო და მადლობა ამისათვის და სხვათა სასწაული ადამიანი იყო ბოდიშკი ხდით მამაო თუ გავაგრძელებთ იმას სხვათა შორის გავიხსენებ იმ დღეს 91 წლის 19 აგვისტო იყო ფერისცვალება დღე წინა დღეს იყო ჩემი მეგობრი გარდაცვლილი მეგობრის წლისთავი სადაც მამა ვახტანგი გავაცნეს და ძალიან მინდოდა რომ ფერისცვალებას მომნათლულიყავი ნუ ალბათ ინტუიციურად თუ ემოციურად ძალიან მინდოდა რომ ფერი მეცვალა და შემეცვალა რაღაცა მაგრამ რა შემეცვალა არ ვიცოდი მაგრამ ეს მძაფრი სურვილი მქონდა რომ გამოვცვლილიყავი მაგრამ რანაირი ყოფილიყავი არ ვიცოდი და რომ მოვინათლე ამ დროს მეგობრებმა ასე ვთქვათ მომნათლეს ძალით და მოკლედ მცხეთაში ვიყავით აკაია მამა ლუკას უპატაშვილს ძალით რომ მონათლა როგორი 64-ის კარი შეღებული აქვს ანახე კი აზეთულიან და ესე იგი ეს არის პუჩის დღე მოსკოვში პუჩი ჩვენ იქ ჩემ დაბადების დღეს აღნიშნავდით ასე ვთქვათ მცხეთაში და ამ დროს ჯარები შემოდიან ამ დროს ჯარები აი გეკაჩეპეს ჯარები და საკავშირო ჯარები შემოდიან მთელი სროლასროლი და მთელი ამბავია ჩემი ახლობელი გოგონები არ გამოუშვეს იმ დღეს რომ საათ მიდიხართ დილა ადრიან ის მოხდა გადატრიალება და ასე შემდგომ და მე მამა ახლა დროზე ადრე გადის სუფრიდან და მე ახლა ვაცილებ რა თქმა უნდა და რომ გავაცილე ესეთ რაღაცას ვეკითხები მამა მე ახლა ქრისტიანი გავხდი მეთქი ხო და ესე იგი როგორ უნდა ვიცხოვრო მეთქი და როგორი კითხვა ახლა რა უნდა გიპასუხოს მაგრამ ისე მოკლედ მითხრა და ისე გასაგებად რომ აი ის უნდა გააკეთო და ცხონდები ესეთ რამეს მეუბნება შენო ახლაო ლუკაო ყოველ ზურამ ერქვა და ლუკა დამარქვეს და შენო ახლა ლუკაო ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში უნდა იარო და დამიმძიმდა ეს იმიტომ რომ მეგობრები სულ შაბათ-კვირაობით განსაკუთრებულად ვიკრიბებოდით და ასე შემდგომ და მაგრამ მე ჩემთვის ვიფიქრე ხარ რომ წავედი ისევ სუფრისკენ ამოვწავი და მე დაფიქრებული დავრჩი და მაგრამ მე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე ნუ ახლა მე ხო ძალით არ მართლა ძალით ხო არ მომნათლეს თუ ვარ ქრისტიანი ქრისტიანული წესები კიდეც უნდა დავიცვა და აი ყოველთვის რაც იცი ის უნდა გააკეთო ალალად და უფრო მეტი და მეტი მოგეცემა უფალი ხო ამბობს მცირეში ერთგულსო უფრო მეტიც მიეცემაო ამიტომ ვინც ახარ როგორიც ახარ სადაც ახარ როგორც გესმის ალალად უნდა იყო ღმერთის ერთგული და მეტი მოგეცემა უფრო მეტი და ღმერთი უფალი ხო ამბობს ვისაც მე უყვარ ვარ ჩემი მცნებები დაიცვას და ვინც ჩემ მცნებებს დაიცავს ის ჩემი მეგობარიაო რაც უნდა ითხოვოს და მიეცემაო წარმოიდგინეთ ღმერთის მეგობარი ხარ შინაგანად ფსიქოლოგიურად გრძნობ ამას თუ რამე ბუნდოვანს ხედავ ღმერთს თხოვრო გაგიმარტოს ეს და ღმერთი დაგანახებს თუ სად არის სიმართლე და ასე შემდგომ სინდისი ეს არის რომ ღმერთი არის შენში და წარმოიდგინეთ აი ფსიქოლოგიურად წარმოიდგინე ხარ ღმერთის მეგობარი და რა პრობლემა შეიძლება შეგემთხვეს როდესაც უფალი შენთან არის რა პრობლემა შეიძლება შეგემთხვეს და ამიტომ ყველაზე მთავარი სწორედ ისეთი რომელსაც ვერ გადალახავ და მაგრამ თუ შინაგანად ღმერთთან არ ახარ ყველაფერი როგორც იოანე კიბის აღწერელი ამბობს საკუთარი აჩრდილიც კი შეგაშინებს ყველაფერი შეგაშინებს იქ ქარი შეგაშინებს მამლის ყივილი შეგაშინებს და ფსიქოლოგიური ფობიები რამდენია ვიცით ეს ჩვენ მაგრამ ღმერთზე დაფუძნებულ ადამიანს არაფერი არ აშინებს აი როგორც 100,000 მოწამე ან დავითი და დიდგორის მეომრები ეს ან ვახტანგ გორგასალი ან ქეთევან დედოფალი უამრავია ის მაგალითები რომელიც ჩვენშივე ჩვენ ერში გვაქვს და არათუ კიდე მთელ მსოფლიოში რამდენი ღირსეული ადამიანი და რამდენი ღირსეული ფაქტია რომელიც შენში უნდა შეკრიბო და შენ უნდა დადგე ღირსებისა და სიკეთის მხარეს და რაც არ უნდა პრობლემა შეგემთხვეს
აუცილებლად მიხვდები როგორ და რანაირად უნდა მოიქცე და ყოველთვის შინაგანი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება და შენი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება. მე ესე იგი შეიძლება შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ხო მივხვდები რომ შეცდომა მომივიდა. მეორეჯერ აღარ უნდა ისწავლო, ხო? ხო და მე ვიზრდები. მაგრამ თუ მე ახლა სხვას ვარ მიჩერებული რომ ამ დროს როგორ მოვიქცე, იმ დროს როგორ მოვიქცე, პიროვნებად ვერ ვიქცევი. ამიტომ აუცილებლად უნდა ვეცადოთ რომ ღმერთის გზაზე ვიაროთ და რა თქმა უნდა პიროვნება გავხდეთ. ანუ ღმერთთან ერთად მცხოვრები ადამიანი. და ძველად ხო ქონდა ჩვენ ქართველებს და დღეს აღარ გვაქვს სამწუხაროდ ეს სიტყვა ღვთისმიერი ადამიანი. აი მაგალითად მამაჩემი ორ პიროვნებაზე ამას ამბობდა. როგორი ადამიანია ის ღვთისმიერი. ის როგორია, ისო უსინდისოა, ვიღაცაზე იტყოდა. და ესე იგი ეს შეფასებები ჩემში დარჩა და უსინდისო ადამიანი არის ყველაზე დიდი უბედურება თავისთვის და ღვთისმიერი ადამიანი ეს არის პატიოსანი კაცი, რომელიც ყოველთვის ღმერთის ერთგულია და შესაბამისია ის მერე შესახედათაც, ქცევითაც, ცხოვრების წესითაც და ასე შემდგომ. და ჩვენში პატიოსნება ეს ყველაზე უფრო პატივცემული თვისება იყო ადამიანში და უბრალოდ ეს დრო უნდა დააბრუნდეს. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ამ დროს და ღმერთმა გაგვამარჯვებიოს აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად თუ გადარჩენა გვინდა, ჯერ სულიერად უნდა გადავრჩეთ და ფიზიკურად რა თქმა უნდა ღმერთი გადაგვარჩენს. მამას ხათაშორი ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს თვითონ საქართველოში. ხა აი რაღაც აი ან ბაზრობაზე ან იმაზე რომ მომიწევს ხოლმე ხა დღესაც ელიავოზე ვიყავ იმაზე და აი უბრალოდ ის რო დააქვთ რაღაცა ისე უცბად გამოგხედავს და აი რაღაც შენგან ისე სიამოვნებს აი გეფიცებით აი ვინ უნდა გითხრას რომ მოდიოდი გაჩერებაზე ხატებს ყიდის ადამიანი ძალიან კაი ბიჭი არის და ისე რომ ეხა შვიდზე მორჩებიო და რის ნახევარ შენ გადაცე აი ამას რო გეტყვის ადამიანი როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი როდესღაც მოშა ან პატიმრისგან რო წერილი მოგევა რაღაც აი როგორ შეიძლება ამან არ გაგახაროს და ძალიან მაგარი აი იცით როგორი ხალხი ცხოვრობს რომ ყველაფრის სტიმულს მოგცემენ რომ გაიხარო იცხოვრო და აი რაღაცნაირად შენი საქმე შეგაყვანო თუნდაც აი მარტო ის რა დღის მამო ამდენი სასულიერო პირი და ეკლესიიდან რამხელა სტიმულს გაძლევენ რომ აი რაც არ უნდა მიგეძინოს ხო გეუნებიო არა გიორგი ეხა ცოცხალი ხარ მიდი ყველაფერი კარგი იცით რამდენჯერ უშველია ჩემთვის ეკლესიას რომ და კიდე რამდენისთვის უშველია აი მილიონობით ადამიანისათვის გეხვეწებით აი ყოველთვის აი ჩვენც ხშირად ხედავთ ხოლმე ეკლესიას როგორ ებრძვიან ხო ჭირდება მას ჩვენი შველა თუნდაც იმ რაოდენობით განა ეკლესიას ვინმე კი ვერ მოერევა მაგრამ ჩვენ რო იქ ვიქნებით ხო ჩვენთან ერთად თუ დაინახავენ ამ ეკლესიას ანუ ეკლესიას ატო ებრძვიან რომ ჩვენ ვეღარ გნახონ იქ მეტი არაფრის გამო არ ებრძვიან აი შე რო კარგად იყო ეკლესია ხო ცდილობს ამას და ეკლესიას ებრძვიან იმიტომ რომ შენ აღარ იყო კარგად ანუ შენ აღარიარო და არ იქნები კარგად რა თქმა უნდა უღმერთოთ ხო და გეხვეწები ისევე ჩვენს გამო ებრძვიან და ჩვენ არ დაუმატოთ აი ვინც არ უნდა იყოთ თუ გინდა მღვდელი იყავი თუ გინდა მრევლი იყავი აი ყველა ერთად აი რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ აი რაღაცნაირად ერთობა შევკრათ იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვარ და მალე სანატრებელი გაგვიხდება ერთმანეთი იმიტომ რომ აი გეფიცებთ ყველაფერს ისე მიხარია ხოლმე აი ნებისმიერ ბაზრობაზე რეგიონში პროფილაქტიკაში შეხვალ და ღვთისმიერი ადამიანი მამო აი უცბად იმ დღეს ავტობუსის ზოგს რაღაცას ვატანდი და ო ჩემო ხედა და ვისთან ვატანო და ნუ რაღაცა უთხარი სადაც მე ფულს არ ავიღებ და არა იყო მამა აი როგორია წარმი ფული მზად აი ესე უნდა მიმეწოდებინა ლამის აი ესეთი ადამიანი მამა რომ შეგხვდება მე საქართველოს და ღმერთს გაყვანებს მამა ძალიან ბევრი მაგალითებია ღირსების აი პროფ მაპატიეთ ერთ რაღაცას მე პროფილაქტიკა შევიდა ძალიან ბევრი ხატები ის არის კალენდრები არის ყველა წელს ეს მეთქი ამას რა უნდა მეთქი აქ მეთქი რა და ეს ვიცი რა ეკლესია შენდებოდაო და ამ კალენდრებს უყიდიდნენო და მე ამ ფულით ეკლესიას აშენებდნენ და ყოველ წელს უყიდულობდით აი საი წარმოიდგინეთ მამო ადამიანი თავისთვის შრომობს რაღაცას აკეთებს მატორს თუ რაღაცას აკეთებს ან ხადაო ის ხო და აი იქ კიდე პოულობს ღმერთს აი როგორია მამო აი თუ ღმერთის პოვნა გინდა ხო ყველგან იპა იმისი არ იყოს პატიმრები რომ ღმერთს ესე პოულობენ ხო აი სადაც გინდა იქ იპოვი და შეიძლება მამო ეკლესიაში იყო და ეკლესიას პირიქით ნგრევა დაუწყო ხო რამდენიც გინდა ყოფილა ხო და გეხვეწებით აი ჩვენ აი ვინცაც აი ესეთი რაღაცნაირად თითქოს თავისუფლები ვართ ამ ყველაფერში გთხოვთ და დავიცვათ რაღაცა იმათ არ ვაქციოთ ჩვენი ტაძარი იმიტომ რომ
აუცილებელი არ არის ფიზიკურად დაანგრიო რა, გონებრივად და აზრობრივად რაღაცა რო ანგრევ, ძალიან ცუდად ტრიალდება მე მომავალს. არა, ვერაფრით ვერ დაანგრევ ტაძარს. არა, ტაძარი არა, მამო, იმ მენტალობას და იმ სიკეთეს. აი, ნერონმა ვერ შეძლო ეს, დიოკლეტიანემ ვერ შეძლო და იმ 10-მა დიდმა დევნამ ვერ შეძლო და მე ესე იგი წმინდა მამების აი ეს სექტები რო ჩამოყალიბდა მაგალითად ის სექტამ უკვე კი არ დაანგრიეს ნუ თავისთავი დაანგრიეს მაგრამ ხო არის ჩამოაყალიბა ხო თავიდან იყო ჩვენი წევრი და ეხა გახდა რაღაცა აუხსნელი სექტები რო არის ხო სიტყვაზე ეგ უკვე დაანგრევა ისე მათი და მწყინს მამა გული მწყდება იმიტომ რომ ეხა პერიოდი მოდის წინ ძალიან ბევრი მსგავსები ჩამოყალიბდება სექტა აუცილებლად შეიძლება არ გავიცი რაღაცა ხედვა ისეთი აქვს ისეთი და კიდე სხვებსაც ახვევს თან და იმაშვება რა ქვია ღუპავს მამა თუ შეიძლება არა ადამიანის ცხოვრება ეს არის რომ არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამ არჩევანში მესამე პირი ვერ ჩაერევა არც ღმერთი არ ერევა ამაში ну ეშმაკი კი აქტიურად ზემოქმედებს რომ ადამიანმა არასწორი არჩევანი გააკეთოს მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ცხოვრება რო შევაჯამოთ ეს არის ამას წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს მე მგონი რომ ეს ცხოვრება ესეთი არის არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და შენ სიცოცხლის ბოლოს კი არა ყოველ დღე ამ არჩევანს აკეთებ და მე დღეს უნდა უთხრას ჩემს თავს საღამოთი რომ გამარტოვდები მე რა არჩევანი გავაკეთე დავდექი სიკეთის ხარეს თუ არ დავდექი სიკეთის ხარეს და ეს რეალური კითხვა რომელ კითხვასაც მე არ უნდა გავექცე და აი ბუნებრივია რომ ჩვენ ერი უკვე ნელ-ნელა სულიერი თვალით ვიხედებით და ისე გულის ყური გვაქვს და გულიდან ვიხედებით და კი ვხედავთ რომ სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება კი ვხედავთ და ზოგს რო გონია მამაო რომ სიკეთეს აკეთებს ამით აი ვითომ აი ვიღაცა მე მინახე თუ შეცდომა მოსდის სავლესავით ხო ის პავლე გახდება თავის დროზე მაგრამ თავარია შინაგანად იყოს ალალი ადამიანი მაგრამ თუ ახლა თაღლითია თუ манипуляტორია თუ ახლა ესე ვთქვათ ნაძირალა გაიძვერა და ასე შემდგომ თავის თავს თვითონ უნდა უშველოს მას ვერავინ ვერ უშველის და აი უბრალოდ ყოველი დღე ეს არის არჩევანის გაკეთება და ჩვენ ყოველ დღე უნდა გავიმარჯვოთ ყოველ დღე და კიდე და უკეთესი უნდა გავხდეთ სხვას მე ვერ დავეხმარები არჩევანის გაკეთებაში სხვამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი სხვას მე შეიძლება დავეხმარო იმით რომ მე სწორი არჩევანს რო გავაკეთებ აი ეს დაეხმარება სხვას აი როგორც სოკრატეს რო უთხრა ერთმა ათენელმა მოქალაქემ შენ რომ მე მძულხარო რატო და შენ რომ დაგინახავო ჭეშმარიტება მახსენდებაო და აი ადამიანს რო დაინახავ ბოლო გახსენდება ან სიკეთე და ან არაჭეშმარიტება ან ბოროტება და აი ყველა ადამიანს აქვს ეს ბეჭედი ან სულიწმინდის ან დემონური ბეჭედი აი ვთქვათ ანტიქრისტეს ბეჭედს რო ელოდებიან რაღაცა ბოლო ჟამს ზოგიერთი ეს არასწორია ანტიქრისტეს ბეჭედი ისე როგორც სულიწმინდის ბეჭედი ეს არის ცხოვრების წესი რა წესსაც ირჩევ შენ და იბეჭდები ანუ შენი აზროვნება შენი საქმიანობა შენი პიროვნება არის დაბეჭდილი ან სულიწმინდის ბეჭდით ან ანტიქრისტეს ბეჭდით ანუ ქრისტეს საწინააღმდეგო სულით და ღმერთმა ყველას უშველოს იმიტომ რომ ღმერთთან წინააღმდეგობა იულიანე განდგომილმა ვერ შეძლო იმპერატორებმა ვერ შეძლეს ამა ქვეყნის ძლიერებმა ვერ შეძლეს და შენ რატო უნდა შეეწინააღმდეგო ან ღმერთს ან შენ სამშობლოს ან შენ სინდის ან და ამიტომ ჩემი აზრით უბრალოდ რაღაცა ისე მწიფდება ჩვენი ერის მდგომარეობა სულიერი რომ მალე ალბათ დასანახს დავინახავთ და გამოსასწორებელს გამოვასწორებთ. მამა არის სულ ოპტიმისტი და სულ ამბობს რომ აი ჩვენთან კარგად აი რაღაცები და აი მამას სულ ეძებ ხოლმე ყველა მოძღვართან თითო რაღაცა მაქვს რომელიც ერთმანეთს რაღაცნაირად წამოსაკიდი ის არის და მამასთან მაქვს ეგ ის რომ მე რაღაცნაირად სულ მგონია ხოლმე რაღაცა აი ძალიან რთული პერიოდი მოდის და მამას აი ბოლო აი წერტილიდან მაინც იტყვის რომ ეს ესეა და რთული პერიოდი უკვე არის
უკვე არის. აი ახლა რაც მსოფლიოში ხდება, ეს რო გენახა, არ ვიცი, პირველი საუკუნის ქრისტიანი რო იყო შენ და უცებ ახლა აქ შეიძლება გული გაგჭერებოდა. ხო, იმიტომ რომ იმდენად უკვე ის არის, აი როდესაც ეფრემასური წინასწარმეტყველებს ისაა, რომ ბოლო ჟამსო იქნება ორი მდგომარეობა. უსაზღვროდ ერთგულნი ღვთისანი და სიწმინდეში მცხოვრები და ღმერთის ორგულნი და ბოროტებაში მცხოვრებნი და აი ეს ძალიან გაიყოფა აი შუალედი არ იარსებებსო ან ღმერთი ან ეშმაკი და ესეა ან ღმერთი ან მამონა სხვა გამოსავალი არც არის ესე იგი ან სინდისია ან უსინდისობაა სხვა რა გამოსავალია უფალიც ამბობს ამას რომ ვინც ჩემთან არ არის ის ჩემი წინააღმდეგია და ორი მდგომარეობაა სულ და მესამეს მე ვერ მოვიგონებ ამიტომ მე რახანეს მესმის მე ერთ-ერთი მხარე უნდა ავირჩიო და ვირჩევ მე ამ მხარეს და ჩვენ ყველამ უნდა ავირჩიოთ ეს მხარე და ჩვენი ერი ზოგადად ისეთი ერია რომ ყოველთვის ღმერთის მხარეს ირჩევ და წარმოგიდგენია ყოველთვის ღმერთის მხარეს ვერანაირი მხრიდან ეშმაკმა ჩვენს ერს საფრთხე ვერ შეუქმნა ჩვენ ყოველთვის არ ვტყუდებოდით, რელიგიურადაც არ ვტყუდებოდით. ჩვენ სირგლი ყველა მართლმადიდებლები მოტყუდა ერთი პერიოდი ხათთახვანისმცემლობის დროს და საქართველოს არა. და ეს ჩვენი ისტორიაა. ეს არ არის მე ხა სადღეგრძელოს არ ვამბობ, თუმცა ეს სადღეგრძელოა. იმიტომ რომ შენი დღე გრძელი იქნება და ეს ნამდვილად ესია, ეს ჩვენი ისტორიაა. თუმცა თუ ადამიანმა დაივიწყა თავისი ისტორია, ის გადაშენდება, აუცილებლად გადაშენდება და სხვა ერის ცხოვრება უფრო მისაღები იქნება მისთვის და შეიძლება გადაპორტირდეს თუ როგორ არის. ხო, გადაპორტირდეს. ხო, სხვა ერში. მაგრამ ჩვენ ვართ აი სვეტი ცხოველის ერი, ჩვენ გვიძღვის ცხოველის სვეტი, ჩვენ თვითონაც ცოცხალნი ვიყავით ყოველთვის ისტორიის მანძილზე. ეხლა უბრალოდ აი ზევიდან რომ გადახვედოთ ჩვენს ისტორიას დაგვიმთავრდა ოქროს ხანა მე-12-მე-13 საუკუნის დასაწყისში. მერე ჯალალედინი, მერე მონღოლები, მერე თემურლენგი, ძალიან ბევრი მე-15 საუკუნეში 8 ნაწილად დაიშალა ჩვენი სამშობლო. მერე როგორ გადავრჩით ეს თვითონ სასწაულია, რომ 12 მილიონზე მეტი ვიყავით და 400,000-მდე მერე ძლივს დავრჩით. მერე ღმერთმა ესე გადაგვარჩინა სასწაულად დღემდე მოვედით და წარმოიდგინეთ აი ზევიდან რომ გადავხედოთ ჩვენს ერს გადარჩენილები ვართ მოშენებულები ვართ უბრალოდ ეხლა შენ უნდა იცოდე როგორი იქნები როგორი უნდა იყო როგორი უნდა გადაწყვიტო მე ოპტიმისტურად უყურებ ყველაფერს იმიტომ რომ ღმერთმა გამოუვალი სიტუაციებიდან გამოგვიყვანა აი მაგალითად მე-18 საუკუნე, მე-18 საუკუნე კონკრეტულად ჩვენ უნდა დავუყოლიყავით. მერე იმპერია გვიპყრობს, მე არ ვიცი თქვენი 8 ნაწილობა, 2 ნაწილად იქნებით. თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია. მერე თვითონ იმ იმპერიაში მოხდა რევოლუცია, ჩვენ დავრჩით დამოუკიდებლები, მაგრამ მაინც ჩვენს მენშევიკებს იქეთ უნდათ რუსეთისკენ. ამ დროს გერმანია მოდის და გვეუბნება ულტიმატუმის სახით გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და წარმოიდგინეთ 8 ნაწილად დაცლილი საქართველოს უცებ ერთიანი ქვეყანა და რესპუბლიკა აღმოჩნდით და დღემდე ერთიანი ვართ. ეხლა ჩვენ უბრალოდ ეს ერთიანობა უნდა რაღაცა აი გავაძლიეროთ ჩვენში აი როგორ მაგას უნდა ვიპოვოთ ეს ერთიანი სუსტი ადამიანი რამაც დაგშალა იგივე არ უნდა გავაკეთოთ იცით ამით აი რას გეუნებით რატო გეუნებით მამა რომ როგორი სუსტია ადამიანი ხა დრო გაითვალისწინებს ამ ადამიანს და დროსაც გაითვალისწინებს ღმერთი რომ ამ დროში რა თქმა უნდა ადამიანი სუსტი იქნება იმიტომ რომ რაღაცა მაგრამ როცა იქ მოვა რა ჩვენი განკითხვა რომ ღმერთი გაგვითვალისწინებს იმიტომ რომ გაუბედურებული ქვეყანა არის და საჭმლის გულისთვის ვიღაცამ შეიძლება რაღაცა სედმეტი მოუვიდეს რაღაცა იქ მატერიალის გამო რაღაცა და ღმერთი რა თქმა უნდა თავის მოწყალი იქნება ნაი მამო ძალიან სუსტია დღეს ადამიანი თქვენ ხო კარგად იცით ახსარებაზე რა დათმობებზე მოდივ მაგას ქრისტიანი საერთოდ გაიელვებ და ისეთ სისულელზე შეიძლება მოგაკითხო რომ თქვენ თვითონ არ გაგიცინიათ მამაო რომ აი სიტყვაზე რაღაცა სასწაული გითხრან აი ისეთი დათმობა ისეთი რაღაცეები უჭირთ მამაო აი თუნდაც მარხვაში რაღაცა აი ელემენტარულ რაღაცეებზე მამაო რომ
რა ვიცი, ადრე ქრისტიანი კი წარმართიც კი ასრულებდა შეიძლება, მაგას იმდენად ის იყო რა. აი თუ შეიძლება მომო, აი ესეთი სუსტი ადამიანი რამდენად თქვენ რასაც ამბობთ, მაგის რამდენი არის, იმიტომ რომ აი ეს გაერთიანება, ეს გამრავლება, ეს რაღაცა. იმიტომ აი ხო ატყოთ მომო, პატარა რომ გაუჭირდება ადამიანი, რომ აბა საიდან იმატა ამდენმა ცოდვა, ამდენმა სუიციდმა, ამდენმა ნარკომანიამ, ამდენმა იმან, იმიტომ რომ ამ გასაჭირს გაურბიან ამდენი ლოთობა, ხო სიტყვაზე. ამას რომ გაექცნენ ისა რა ქვია, სუსტები არიან ადამიანები. აი ისეთი ზოგადად აი ფსიქოლოგთა დასკვნები როგორია, იცით რომ ნებისმიერი ადამიანთა ერთობა რო ავიღოთ, თქვათ კოლექტივია, თქვათ რა გუნდია რაღაცა, თქვათ ქვეყანაა, ხო? იქ ყოველთვის 20% არის ლიდერი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში იქნება და თავისას გაიტანს და ეს არის ის საუკეთესო 20%, რომელიც ტონს აძლევს ერს, ტონს. არის 20% ნაძირალა, რომელიც პირიქით რაც არ უნდა სიტუაცია იყოს. დავით აღმაშენებლის პერიოდი რო დაბრუნდეს, ეს მაინც ნაძირალა იქნება. ეს, გამოთვლებია ასეთი ფსიქოლოგია. სტატისტიკაა რა. ესე იგი 20% საუკეთესო, 20% პირიქით და 60% ხო რჩება, აი 60% მიიდრიკება იქეთკენ რა ტენდენციებიც დაძლევს სიტუაციაში. თუ საზოგადოებაში სინდისი და პატიოსნება შემოვა ცხოვრების წესად, ეს 60% იგივე გახდება. თუ უსინდისობა დამკვიდრდება, ეს 60% იქეთ გადავა და 80% ქვეყნის შეიძლება გაიხრწნას. მაგრამ ის 20% ყოველთვის რჩება. მაგრამ ჩვენ მქონდა გამოცდილი ეს პერიოდი, აი ჩემი ბავშვობა ესეთი იყო, აი მოპარვა, ცნებების დარღვევა, მრუშობა, მოპარვა, მრუშობა, რა ვიცი მე, აღვირახსნილი ცხოვრება, ეს არ ითვლებოდა პრობლემად, არ ითვლებოდა. ეხლა მოვიდა დრო, როდესაც ეს ითვლება პრობლემად. ეხლა უბრალოდ ჩვენი ერი უნდა წავიდეს იმ საუკეთესო მიმართულებით. 20% ყოველთვის გვყავს ძლი. ჩვენ ვის მივაქცევთ ყურადღებას, ესე იგი ზედა ერის საუკეთესო ნაწილს თუ ერის უარეს ნაწილს. უარეს ნაწილს რომ მიაქციო ყურადღება, შეიძლება გული გაგისკდეს. ამას ქართველი ნაძირალაც ეძახდა. ანუ როგორც არის აი ღვინოში რო არის, ესე იგი ზედაშრი არსებობს, ზედაში ანუ და არსებობს ნაძირალა. და უბრალოდ ესე იგი სიტუაცია უნდა შეიქმნას იქეთკენ რომ ღმერთისკენ წავიდეთ ჩვენ ყველანი და ჩვენ გვყავს ჩვენი საუკეთესო ადამიანები. მოძიება მათი შეიძლება. არ არსებობს კოლექტივი რომ 20% ლიდერი არ იყოს. აი სამხატვრო აკადემიაში იყვნენ იაპონელები ჩამოსული და ჩემმა გოგონამ მომიტანა ეს ამბავი რომ ესეთი რამე უთქვია თქვენი პრობლემაო ჩვენთან როგორ ლაგდებაო იცითო სიტუაციაო ნიჭიერ ადამიანსო ვიპოვითო და მერეო 9-10 კაცში ერთი ნიჭიერი რო გამოვაო 9 კაცი მერე იმას ემსახურებაო და გვერდზე უდგასო იმასო რომ იმან წარმატებას მიაღწიოსო და ეს ნიჭიერი კაცი ისეთ ნაბიჯებს დგამს რომ იმას შეუძლია გადაარჩინოს მთელი ერი. იმას შეუძლია პრობლემებიდან გამოიყვანოს მთელი ერი. აი საკმარისია მაგალითად ავიღოთ. არ შეიყვანოს. ეგეც ხო შეუძლია. შენ ნიჭიერ ეგრე იციან. დავით აღმაშენებელი როგორი იყო? აი სანამ დავითი მოვიდოდა, საშინელ დღეში იყო საქართველო. მოვიდა ეს 16 წლის ჭაბუკი და მომენტალურად 1500 მეომარი დაუდგა გვერდით მისი პირადი მონასპა ეს რა ვიცი ეს არ ვიცი ეს ზექართველები და ისინი აი ერთხელ 100,000-იანი მხედრობა დაამარცხეს მტრის ერთხელ 100,000 აი ამ 1500-მა კაცმა და აი რაღაცა სასწაულები იყვნენ და ეს ადამიანს შეუძლია უბრალოდ ჩვენ ჯერ ყველამ უნდა ღვთიურ ადამიანს შეუძლია ღვთიურს და ასეთები ჩვენ ყავს ყოველთვის ყავს უბრალოდ დავითი მაგალითად აღმაშენებელი თავის დროს ყველას კი არ უყვარდა ის წმინდანად შერაცხեց 4 საუკუნის მერე თორე ის ხანდახან რეპრესიებს ატარებდა ხან რა ვიცი ისეთი იძულებული იყო ისეთი წესრიგი რო დაემყარებინა
არ იყო პოპულარული მეთოდები, მაგრამ ყველას არ უყვარდა ერთი სიტყვა. ეხა იმ რეპრესიებს ის ხაპარია, იქ რაღაცა ხალხს აღჭურდა და რაღაცა ეს ეხა ძალიან მოგონილი ქუსლებს აჭრიდა და რაღაცა ეს ძალიან არა, ეს ახლა ყოველთვის არის ზედმეტობა, მაგრამ სახელმწიფო ზოგადად წესრიგზე უნდა იყოს დამყარებული და არ შეიძლება რომ იმიტომ რომ იქ ბევრი მწვალებელი იყო, ბევრი სხვა ის იყო და ამათ რაღაცა ჩარჩოებში სვავდა და ეს ძალიანად იმოქმედებდა ვიღაცეებზე, იმიტომ თავის ნებას არ გაატარებინებდა და იმიტომაც აი რომ ხო აი ახლა ბაღვაშებს როგორ მოიქცა და რამდენჯერ კარგად მოიქცა და მაინც როგორცო ესე იგი ღრიანკალი როგორ ამბობს ის გარეშე არაფერს როგორც კირჩხიბიო წაღმათ არ ივლისო ისეო ესენიო არ გასწორდებიანო და აი მე უბრალოდ მოაშორა ქვეყანას. ხო, უბრალოდ ვიღაცას არ ეგონს, რაღაც ისე არ გამოიყენოს, რაღაც არ სხვა ის იყო, რა ქვია, დღეს სხვა მეთოდია ბრძოლის და ასე რომ დიახ. არა, მე ჩვენ ერს ყოველთვის ყავდა საუკეთესო თავისი, ჩვენ erს კი არა, ყოველ ნებისმიერ ღთიური ადამიანი არ დაიჩაგრება. წარმატებული ერები რო ავიღოთ, წარმატებული ქვეყნები რო ავიღოთ, ხო? იქ ამას წინათ უყურებდი ჩვენ კალათბურთელებმა რო კალათის ფრანგებს მოუგეს. ფრანგებიო და ყველა იყვნენ აფრიკელები ფაქტიურად და ესე იგი იმ ერმა თავიზე უკეთესი რო ნახა დააწინაურა ის თავიზე უკეთესი ის კი არა რომ რაღამ ფრანგი არა ხარ ჩემ ნაკრებში არ ითამაშებ არა საუკეთესოები უნდა დააწინაურო რომ შენ თვითონ საუკეთესო სიტუაცია შექმნა და ჩვენც როდესაც შევნიშნავთ ჩვენს გვერდზე კარგს და საღს მას გზა უნდა მივცეთ გზა უნდა დაუთმოთ აუცილებლად თუ სამშობლო გიყვარს ეხლა ავტობუსის მძღოლად ვინ უნდა დავაჯინოთ ვინც კარგად იცის ტარება ხო არ შეიძლება მე დამაჯინო ან ვინმე გამოუცდელი სხვა პრობლემებს მოვიტანთ იქ საუკეთესო უნდა დაჯდეს და ისია ყველაფერში და ახლა ოპერაცია უნდა ჩაატაროს საუკეთესოს შორის საუკეთესო და ასე შემდგომ და იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველამ და რაც ადვილად არის შესაძლებელი თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთ ადამიანს მაინც უნდა დავეხმაროთ დღევანდელ დღეს რომ პრობლემებს დააღწიოს თავი შეიძლება ფიზიკურად ვერ დაეხმარო მაგრამ ყველაზე მთავარი სულიერია ილოცე მისთვის ლოცვა არის ყველაზე დიდი საქმე წარმოიდგინეთ ლოგიკურად რა ხდება შენ ღმერთს თხოვ და ღმერთი იწყებს მოქმედებას შენი თხოვნიდან გამომდინარე და ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი პირადად რომ მივიდე და დავეხმარო ის უფრო მაგარი დახმარება თუ ღმერთი რომ მივა და ღმერთი დაეხმარება ამიტომ აი რაღაცნაირად აი ეს ღმერთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ ჩვენ ქართველებმა რომლებიც ქრისტესთვის ჯვარცმულ ერად ვიწოდებით ჩვენი წინაპარი და მამა ეფრემის თქმის არ იყოს ჩვენც უნდა მიბაძოთ ჩვენს წინაპარს და ჩვენც უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ღმერთთან და მე შეიძლება რაღაც სასწაულები მოხდეს ჩემ ცხოვრებაშიც, შენ ცხოვრებაშიც და ნებისმიერ პრობლემასაც დავძლებთ და ნებისმიერ ადამიანს დავეხმარებით, რომ პრობლემებიდან გამოვიდეს, როდესაც მას ეს ენდომება. ხო. დიახ. თან მომოიღ ღმერთთან ერთად ყოფნას რატო არის კარგიც შეიძლება ირგვლივ რაღაც პრობლემები იყოს მაგრამ ყველაფერს უყურებ ისე რომ მარტო არ ხარ და გადალახავ ეხლა წარმოიდგინეთ აი ნებისმიერი მაგარი ადამიანი გვერდში რო გიდგას და სულ იმის იმედი გაქვს და მეგობარი დაურეკავ ყველაფერს გიკეთებს და წარმოიდგინეთ ღმერთი რამდენად მაგარია როცა გვერდში და მეგობარია ღმერთი შენი აი აი წარმოიდგინეთ ეხლა ვიღაცა დავითი რო გიდგას გვერდით რა მაგარია მაგრამ ღმერთი რო გიდგათ რამხელა წარმოიდგინე დავითსაც და ყველაზე დიდი არის წარმოიდგინეთ და აი როგორი მაგარი არის და გეხვეწებით აი და ამისაც რომ ღმერთი დაგვიდგეს მამო შემდეგში აუცილებლად ამას კითხავთ მე ხა სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა რომ რაღაც აი ღვთიური საქმეები მეტი უნდა იმან უნდა დაინახოს რომ შე რასაც აკეთებ ადამიანები გიყვარს და ადამიანების სიყვარულისთვის აკეთებ პავლე მოციქული ამბობს მე უკვე სხვანაირად კეთილ საქმეებს და ზიარებასო ნუ დაივიწყებთო კეთილი საქმეები და ზიარება ეს ორი რამეა რომელიც შენში სიცოცხლეს შემოიტანს კეთილი საქმეები და ზიარება უფალთან საიდუმლოებრივი კავშირი აი ეკლესიაში რომელიც სრულდება და კეთილი საქმეები. შენ თუ ამაში თავდადებული იქენი და მამა ვახტანგიმ რომ მითხრა, მაშინ ეხლა ყოველ შაბათ-კვირას უნდა იარო ტაძარში, ხა სიარული ხა ხო არ მიდი ხო არ არის. მივდივარ იმიტომ რომ ეზიარო. უნდა ეზიარო, 6 დღე უნდა იქმოდეს შენ საქმეს, მე-7 დღეს უნდა ადიდო ღმერთი და ამ სტილში რო იცხოვრებ, სულ სხვანაირი გახდები მე, სულ სხვანაირი.
და კეთილ საქმეებში და ზიარებაში რო იქნები, შენ იქნები ფაქტიურად ღმერთის ნაირი და შენ შეძლებ ამას. ჩვენ გვაქვს ბევრი ნაკლი, მათ შორის გენეტიკურად გადამოცემული პირადი შეძენილი. ჩვენ ამისგან გავათავისუფლებს ზიარება და კეთილი საქმეები. და მე გავხდებით კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო კარგი ვერსია ჩვენი თავისა და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ჩვენ რაც არის ნაწინასწარმეტყველები და მე ეს მჯერა და ამის იმედი მაქვს, აუცილებლად გაბრწყინდება საქართველო, აი აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, მამა, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ხართ და ესე რაღაცნაირად დროს გვითმობთ, დიდ მადლობას მოგახსენეთ, მამაო. ბედნიერებას გისურვებთ, ესეთ ლამაზ საუბარს მადლობას გიხდით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ ის ადამიანები, რომელიცაც სხვა ადამიანი არის მნიშვნელოვანი რა. ეს იქნება პატიმარი, უცხოეთში მყოფი ქართველი თუ ნებისმიერი, თუ გინდა პოლიტიზირებული, არაპოლიტიზირებული, მე არ მაქვს მაგასთან მიმართებაში პრობლემა რა, რომ გაუფრთხილდეთ. არაუშავს ჭირდება დახმარება, ვიღაცა ცდება, ვიღაცა არ ცდება, ვიღაცა შეიძლება ჩვენაირი გენიოსი არ არის, ვიღაცა ჩვენაირი გამტარი, მაგრამ გაუფრთხილდეთ, გეხვეწებით. აი თუ გინდათ რომ თქვენთან ღმერთი თქვენ გიფრთხილდება და ისე უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ სხვას რა აუცილებლად გთხოვთ რა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ძალიან აი დღეს ვინც სიტყვაზე თქვენთვის არის ის რომელიც დანახვაც არ გინდათ, შეიძლება ხვალე სანატრელი გაგიხდეს ის ადამიანი. არ ყოფილ ხართ უცხოეთიდან რომ ჩამოდიხარ და ყველა რო გიყვარს, რო შემოდიხარ, მე ბაჟე შემოსასვლელში როგორ უნდა გიხაროს, მაგრამ გიხარია საერთოდ არის, მაგრამ აი ის გახარებს ის ადამიანები და გეხვეწები, აი ესე უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, სულ უნდა გვიხაროთ ერთმანეთის დანახვა, მოვაფეზეთ ერთმანეთის თავის სულ ანწყავთ, განვიკითხავთ რაღაც, არ დავიღალეთ რა. ასე რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებებს და აპატიეთ ერთ წამსაც ვიტყვი ქრისტიანების ქვია იმ ადამიანებს, ვინც სხვას არ განიკითხავს, სხვისი ტკივილი მისი ტკივილია და სხვაზე არ ქილიკობს და რაღაც ადამიანებს არ აპკოლებს. აი ეს მინიმუმ ეს უნდა შეგვეძლოს რა და ეხლა ჩვენი პატარა პირადი ამბიციების გამო ხალხი არ დავაპკოლოთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცნაირად საბოლოოდ ხო ყველა მიხვდება ყველაფერს, ხო, კარგად ზანდებოდი დროებით ბედნიერებას გისურვებ და იქითა ორშაბათს საღამოს 7:09-ისათვის აუცილებლად მექნება გადაცემა დაგიბრუნდებით აუცილებლად. ოღონდ ორშაბათს მექნება 7:09-ზე, გარდა იმისა, რომ სამშაბათს და ოთხშაბათსაც 8:09-ზე მექნება ხო. კარგად ზანდებოდი დროებით, პატიმრს და იმათ განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გულით მოგიკითხავ და ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცნაირად აძლიერებთ. მადლობა დიდი.